მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გთავაზობთ ერთ ამანათს. ჩამოვიდა ეს ამანათი ჩინეთიდან, AliExpress-იდან, ამოვიწერა დაახლოებით ერთი თვის წინ. რაც შეეხება შიგნით შემცველობას. ეს არის ტელეფონის ორი კეისი, რომლის ერთის ღირებულება არის 33 ცენტი და უნდა იყოს შავი ფერის და ყავისფერი ფერის. ამანათი ამ მდგომარეობითა ესე გამოიყურება. რა თქმა უნდა, ესეთი ამანათები ყოველთვის ჩინეთიდან უფასო შიპინგით ტრეკ ნამბერი არ მოყვება. მდგომარეობაშია, მიწვევით არაფერი არ უნდა ჭინდეს ამანათს, შიგნით მივსვით ნახოთ როგორ გამოიყურება და რა მდგომარეობაში არის თვითონ კეისის ტელეფონის კეისი. ეს უნდა იყოს სილიკონის კეისები, რომელიც საკმაოდ იაფი გამოდის ამ შემთხვევაში. ხარისხიდან გამომდინარე განსაჯოთ ღირს თუ არა ამის ყიდვა AliExpress. ეს არის კონკრეტულად ეს კეისები არის Samsung Galaxy S4-ისთვის. ისიც სამწუხაროდ რაღაცნაირი პლასტმასია. სილიკონის არ არის პლასტმასია. ისინი გზავრობისას ცოტათი ელახა. მაინც კარგი ხარისხის არ ჩანს, მაგრამ 13 ცენტად მეც უნდა მithოვდით. ეს არის გამჭვირვალე ფერის. ეს ახლა ეკრანზე ჩანს. თქოს ის აკრეფდა, მაგრამ რეალურად არ ჩანს. შემდეგ ამას ტელეფონზე გავუკეთებ და ისე გაჩვენებთ. შემდეგ ეს არის გამჭვირვალე ეს მეორე. რაც სტრანი ზემოთ განსხვავებული პლასმასისგან არის დამზადებული. თითქოს ფერები ჩანს, რატომღაც არ ვიცი კამერაში ისე არ აქვს, ისე ვიზუალურად ვხედავ, არაფერი არ აქვს. ამას გავუკეთებ უწუთში და შემოგერთებით ისე. მოკლედ მეგობრებო, ეს კეისი ასე გამოიყურება ტელეფონზე. ტელეფონს დაზიანებები აქვს, მაგრამ ის არაფერი, მაგრამ რატომღაც არ დაჯდა, კარგად არ დაჯდა. მე ჩავდე მეწყალე როგორც ხედავ. ჩანს ნაწილი ჩადებულია ტელეფონის, ნახევარი არ არის. ხარისხით მე ვითომ მაინც ძალიან კარგი ხარისხის არის მეთქი, მაგრამ ფასის მიხედვით თუ მივჭალებთ, შესაბამისი ფასის მასალისგან არ დამზადებული და შესაბამისი პლასმასისა რაღაც ხარისხო ხელის შესახებად არ არის ძალიან უხეში, არც ისეთი აქვს გამაღიზიანებელი. ნორმალური პლასმასია, ნორმალური ხელისთვის პრობლემას არ შექმნის, მაგრამ მე მაგალითად არ ვიჩვენებ ამის ყიდვას, ლინკს აუცილებლად დავდებთ. ფასიც როგორც გითხარით, ერთი ძალის ფასი არის 33 ცენტი. მეტი რა შემიძლია თქვა.
არ გიჩვენოთ მაინც და მაინც ამის ყიდვას. მაგრამ საჭიროა ესეთი ნივთები, რომელიც არ უნდა იყიდოთ, იმის განხილვაც აუცილებლად საჭიროა და ამ ვიდეოს აუცილებლად გამათავისუფლოთ. შესაბამისად ფასიც დაიდება ამ ნივთის, რამდენში შევიძინე, ასევე დაიდება სურათი ვიდეოს დროს, ვიდეოს დროს. ესაა დღეისთვის, რაც შემიძლია გითხრათ. ერთადერთი თხოვნა მექნება მხოლოდ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გაეზიაროთ და გამოეწაროთ ჩვენი გვერდი. მადლობა, კარგად ჩამოვიდეთ.